უნდა ვჭამოთ თუ არა ხილი საღამოს? ასეთი კითხვა დამისვა ერთ-ერთმა მომხმარებელმა და პასუხი. ხილში შედის ფრუქტოზა, ანუ ხილის შაქარი, რომელიც საკმაოდ რთულად მოსანელებელი და დასაშლელი შაქარია. მისი მეტაბოლიზირება ხდება ღვიძლში. როდესაც შენ შეჭამ ხილს, ორგანიზმი შაქარს გამოყოფის შემდეგ წაიღებს ღვიძლში. მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება. ორგანიზმს აქვს ცირკადული რიტმები. ეს არის, ასე ვთქვათ, ორგანიზმის უნარი დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთში გააქტიუროს გარკვეული ზონა და გარკვეული სისტემა ორგანიზმში. შესაბამისად, 16 საათი რო დადგება, ანუ დღის 4 საათი, როგორც ვეძახით. ორგანიზმი ემზადება ძილისთვის. შენ იძინებ თუ არ იძინებ, მნიშვნელობა არ აქვს. ორგანიზმი ემზადება, დუმდება და საჭმლის მონელების და შაქრის დაშლის უნარი კლებულობს. ღვიძლში კი მიიტანს იმ ფრუქტოზას, მაგრამ ვეღარ გადაამუშავებს ენერგიად, დარჩება ღვიძლში და გამოიწვევს ღვიძლის გაცხინვალებას. ამიტომ საღამოს ხილის ჭამას შაურმის ჭამა გირჩევნიათ. შაურმაში პროტეინი მაინც შედის და ხილი მხოლოდ და მხოლოდ შაქარი და პატარ-პატარა ნუტრიენტები. თუ გაინტერესებს როგორ უნდა ჭამოს სწორად, ხილიც და სხვა პროდუქტებიც, გამოიწერე ჩემი არხი და პირადში მომწერე პერსონალური მენიუსთვის. მოდი, ვილაპარაკოთ.